აი მეგობრებო, ვიყოფებით გოდების კედელთან და მინდა რამოდენიმე სიტყვით გითხრათ, რატო მნიშვნელოვანია ეს დღესასწაული. ყველა დღესასწაული ისრაელში ეს არის აგრარულ კალენდართან დაკავშირებული. ეს დღე ჩვენ ქრისტიანები აღვნიშნავთ ამას მკის დღესასწაულად. მკის დღესასწაული ეს იგივე სუქოთის დღესასწაული, იგივე კარობის დღესასწაული, რადგანაც ამ დროს მთელ ისრაელში უკვე ყველაფერი მომკულია, ყველა ისა, რაც მიცა ყველაფერი შენახულია, ბეღლებში შენახულია, დაბინავებულია ხალხი და უკვე მოსვენებულია და ამ მოსვენებულ მდგომარეობაში იწყება ეს დღესასწაული და ამ დღესასწაულსაც აღნიშნავენ აქ. ამიტომ კარობის დღესასწაული პირდაპირ ილუსტრირებს და ალუზიას ქმნის იესო ქრისტეს მოსვლასთან და 1000-წლიან მეფობასთან. და ეს არის ამ დღესასწაულის წინასწარმეტყველური მნიშვნელობა შემოკარგებული. რო თქვენ იცოდეთ ამ დღესასწაულის მნიშვნელობა, სულიერი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, ჩვენ როგორ უნდა აღვნიშნოთ ეს დღესასწაული. ჩვენ ამ დღესასწაულს როგორც ებრაელები ვერ აღვნიშნავთ, იმიტომ რომ აქ უნდა ჩვენ გავითვალისწინოთ ისრაელის გეოგრაფიული მდებარეობა, აქ ლულავი, იტროგი, რაც არის აქ, რაც მოიპოვება, ეს მხოლოდ ამ მხარეში იზრდება და ჯერ ესეთი რომ ყველა მოაღვნიშნოთ, ყველა უნდა მაშინ ჩამოვიდეს იერუსალიმში. ეს ფაქტურად შეუძლებელია. ესეთი რო ვთქვა. რა შეიძლება თქვას გააკეთოს ქრისტიანმა ამ დროს? ამ დროს არის ყველაზე კარგი ტრადიცია აღვნიშნოთ, გავაკეთოთ სუფრა და აღვნიშნოთ როგორც მკის დღესასწაულს, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ ეკლესიებში, უბრალოდ დავამტკიოთ ის ბიბლიურ კალენდარს, რომელსაც ქვია კარობის დღესასწაული. ანუ მკის დღესასწაული არ იყოს სხვა დღეს, არამედ დავამტკიოთ იმ დღესასწაულს, რომელიც არის კარობის დღესასწაული. იგივე არსით ერთ და იგივე დღესასწაულია შემოკარგებული, უბრალოდ სხვადასხვა ტრადიციებმა, სხვადასხვა წესები შეძინა ამ დღესასწაულს, მაგრამ არსით ორივე და იგივე. მკის დღესასწაული ჩვენ გვასწავლის იმას, რომ ჩვენი მოვალეობა შევასრულეთ, მოვიდა მეფე და მეფეს ვეგებები და ვახვედრებთ ჩვენ ამუშავებთ. ასია ეს კარობის დღესასწაული. ეს არის 1000-წლიანი მეფობის სიმბოლიზმი შემოკარგება, რომელსაც იესო ქრისტე მოვა და როდესაც დედამიწაზე მოიტანს სამეფოს და ყველა მოისვენებს მისი მორწმუნე, რა თქმა უნდა. აქ ურწმუნოებზე არ არის ლაპარაკი, კარობის დღესასწაულს ელოდება მისი მორწმუნე. ეს არის სახარების გამარჯვების დღესასწაული. რადგანაც ეს არის სახარების გამარჯვება, იმიტომ რომ სახარება მოგვითხოვს იესო ქრისტეს გამეფებას დედამიწაზე, რომელიც იქნება და რომელიც მოვა და ამ დღესასწაულს სიმბოლიზირებს ეს შემოკარგება, რომელიც ეს არის ერთი ასპექტი ამ დღესასწაულისა, რომელსაც მე ახლა გიამბობთ. შემდეგში ვეცდები კიდევ გიამბობთ რაღაცა სხვა ასპექტებიც ამისა. აი უბრალოდ მინდა თან დაინახოთ, როგორ ლოცულობს ხალხი ამ დღესასწაულზე. ესეც შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ ქრისტიანებმა პრაქტიკაში დავნერგოთ თუ როგორ ლოცულობს ხალხი აქ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ხალხი ლოცულობს, ბიბლიას სწავლობენ და აუცილებლად მოზიარობა, რომელიც ჩვენ თქვით, როდესაც ვიყავით Christchurch, ანუ ქრისტეს ეკლესიაში, რომ თქვით, რომ ეს ტრადიცია არის აღმოსავლეთში. აღმოსავლეთში მოზიარობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემოკარგებული. და ამიტომაც ყოველთვის სინაგოგასთან ახლოს კაფეც, რესტორანიც ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ აღმოსავლეთ კულტურაში ასე იყო მიღებული. და ამაში არაფერი სამარცხვინო არ არის შემოკარგებული და ნუ შეხედავთ თქვენ იმათ, რომ მაიმე ხორცის გაძღომა და როგორ უნდა შეიძლება ეს არის ყველა არის შეცდომა ისა რომ არ შეიძლება ასე მივიღოთ ჩვენ ყველაფერი, იმიტომ რომ სხეულსაც თავისი კვება უნდა, ჩაცმა უნდა, ასევე სულსაც უნდა თავისი კვება და ჩაცმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ერთმანეთს კი არ უნდა ეწინააღმდეგოს, ერთმანეთს უნდა აბალანსებდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვესმოდეთ შემოკარგება. კიდევ რა შეიძლება თქვა, ხო, კარობის დღესასწაულის კიდევ რა მნიშვნელობა აქვს? ერთ-ერთი ასპექტი არის, რომ ამ დღეს ისრაელის ერი ღმერთს თხოვს წვიმას. ძალიან საინტერესოა, რომ ისრაელში კარობის დღესასწაული როგორც კი დამთავრდება, შემოდის ზამთარი. ისრაელში შემოდგომა არ არის. არის ზამთარი. ამ ზამთარს უძახიან ისინი წვიმების სეზონს. ისე აი თითქმის ყველა ლოცვაში, რომელიც ამაც ებრაელი ხალხი ლოცულობს, აქ აი რო შეხედოთ თქვენ, აი მე უნდა შევტრიალდეთ, რომ ეს მედამზევს. ყველა ლოცვაში არის ესეთი სიტყვები, რომ გარდა იმისა, რომ მშვიდობა, კეთილდღეობა
თავარი ლოცვა რაც არის ეს არის წვიმის შეთხობა. რადგანაც ისრაელი დამოკიდებულია წვიმაზე, წყალზე. ისრაელი თქვენ იცით რომ უდაბნოშია გაშენებული, ამიტომ აქ წყალის დიდი პრობლემაა, დიდი დეფიციტია და თითქმის აი კინერეთი რომელიც არის ისრაელის მდინარე, სადაც იესო ქრისტე თავის მოციქულებს ნავი დაყვებოდა სათევზაოდ, ის კინერეთი დამოკიდებულია წვიმის წყალზე შემოგარგებო. გარდა ამისა, არ ვიცი ჩვენ მოხვდებით თუ არა, მაგრამ მე დამპირდნენ რომ იქ მოხვდე გაჩვენოთ რეზერვუარები, წყლის რეზერვუარები, რამხელა რეზერვუარები იყო ეს ქრისტეს დროს, რამხელა რეზერვუარები ისინი ინახავდნენ წყალს. იმ წვიმის წყალი გროვდებოდა და ამ წყალს ისინი იყენებდნენ სასმელად, მიწის მოსარწყავად, მოსავლის მოსარწყავად და ასე შემდეგ როჩე. აი ესაა ძალიან საინტერესო რამე, რომ ებრაელები ამ დროს ეხვეწებიან გამჩენს თხოვენ რომ წვიმა მოქცეს. და ეს არის ის წვიმის გამოხატულება, ის წმენის გამოხატულება, რომელსაც ებრაელები ენდობიან ღმერთს, რომ ფაქტიურად ისრაელში რომ შეიძლება ისე გავიდეს წელი რომ წვიმა არ ჩამოვიდეს და ეს არის დამოკიდებული ზუსტად ღმერთზე და ღმერთი ამბობს, ღმერთი ასწავლიდა ამ დღესასწაულებით მაზენდობას. პირველი გითხარით რომ ეს დღესასწაული გვიამბობს იესოს გამეფებას, მეორე ეს დღესასწაული გვასწავლის ღმერთის სადგიდობას. ამიტომაცაა პალმების სახურავები რო გქონდათ, რადგანაც ღმერთი ეუბნება რომ გახსოვდეთ, როდესაც უდაბნოში გატარებდითო, რომ თქვენო ცაზე ხედავდით ვარსკვლავებსო და თითქოს დაუცველების შეგრძნება იყავით, მაგრამ მე ვიყავი თქვენი თავშესაფარი და მე ვიყავი თქვენი სახურავი და მე გისავდით თქვენ. ანუ ეს დღესასწაული ასწავლის ადამიანს ღმერთის სადგიდობას და ეს ამ ხალხმა ისწავლა. ამიტომაც ხო, წყალზე ძალიან საინტერესო რამე მინდა გითხრათ ჩემო კარგებო, გახსოვთ იოანეს სახარებაში, როდესაც ამბობენ ესეთი რამე არის, სადაც იესო ქრისტე ამბობს. ვისაც წყურია მოვიდეს ჩემთან და დალიოს ჩემი წყალიო და მისგან წამოცოცხალე მდინარეს. წარმოების დღესასწაულის მე-6 დღეს, რომელსაც ქვია ხოშანა რაბა, ანუ წყლის კურთხევის დღესასწაულია, ეს ჩემო კარგებო, რომ იცოდეთ, ეს ტრადიციიდან მოდის, ეს არ მოდის ბიბლიაში არ წერია, მაგრამ იესო ქრისტე იცავდა ამ ტრადიციას, რადგანაც ეს საინტერესო ტრადიცია, რომელიც პირდაპირ მოწმობს იესო ქრისტეზე. ამბობს იოანეს სახარებაში, რომ დღესასწაულის უკანასკნელ დღეში, უკანასკნელი დღეს არის ზუსტად ის დღესასწაული, რომელსაც ქვია ხოშანა რაბა, დიდი გამოხსნის დღე, მე დაკვირდით რომ ამაზე ვისაუბრებთ, ეს არის წყლის კურთხევის დღე. ვილაპარაკეთ იესო ქრისტეს, როგორც თქვენს, ანა ადონაი ხოშიანა, ბენ დავით შეგვიწყალე, საიდან მოდის ეს ყველაფერი? ეს მოდის წყლის კურთხევის ტრადიცია, ამ დროს კარგობის დღესასწაულზე, როცა ტაძარი იყო, წყალს აკურთხებდა. ანუ რა შეგოდნენ? წყალს ასხამდნენ სამ სხერპლოზე და ამით ღმერთს შესთხოვდნენ, უბრალოდ ისინი წყალდაღვინოს ასხამდნენ. მაგრამ წყალის ახსნა ქონდა ის, რომ ამით ისინი შესთხოვდნენ, რომ ღმერთო, მოგვეცი იმდენი ნალექი, რომ ჩვენ ეს წყალი გვეყოს მთელი წლის მანძილზე. მე გითხარით, რომ ელოდებიან წვიმას ამ კარგობის დღესასწაულის შემდეგ. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო რამე. და ამ დროს იესო ქრისტე ამბობს ესეთ რამეს, რომ თუ ვინმე წყურია მოვიდეს ჩემთან. ეს არის იოანეს სახარების მე-7 თავში დაწერილი, ჩემო კარგებო, რომ იცოდეთ ეს ისა და პირდაპირ მიუთითებს ამ ტრადიციაზე, რომელსაც ქვია წყლის კურთხევა. და ამ დროს ებრაელები, ჩემო კარგებო, კითხულობდნენ ესაია წინასწარმეტყველის მე-11 თავის მე-11 მუხლში, რომ სიხარულით ამოხაპავენ წყლებსო, გადარჩენის წყლებსო, ანუ ხსნის წყლებსო. და ეს გადარჩენის ხსნა ივრითულად არის იეშუა. ამიტომ ამბობს იესო ქრისტე ამას, რომ ეს მოდი ჩემთან და გააკეთეთ ეს ყველაფერი. ეს ძალიან საინტერესო რამეა, ჩემო კარგებო, კარგობის დღესასწაული ძალიან ბევრ თემას მოიცავს, ძალიან დიდ თემას მოიცავს. მე ასე ვჩქარობ, რომ აქ უკვე ხალხს არ შეუშალო, იმიტომ რომ უკვე მიყურებენ ძალიან ბევრი რასაკეთებსო აინტერესებთ. ამიტომაც მე ვცდილობ, რომ არ გავაღიზიანო ხალხი და ამიტომ ვცდილობ, რომ ეს მომენტი გადმოგცე ძალიან სწრაფად, ჩქარა და
ძალიან მკაფიოდ მოგცეთ ეს ინფორმაცია. ძალიან ზღვა ინფორმაცია. ამას ყველაფერს ჩვენ ვილაპარაკებთ, როცა ჩვენ გვექნება ბიბლიური თემატიკა შემოგარგება თბილისში, როცა ჩვენ დავბრუნდები და ვიქნებით ჩვენ ოფისში, იქ გვექნება შეხვედრები და ამ დღესასწაულებს ყველაფერს განვიხილავთ. ასე რომ შემოგარგება არენერვიულად თუ რამე გამომრჩება ჩვენ როცა სწავლა გვექნება, ჩვენ აუცილებლად ამას დეტალურად ავხსენებთ ყველაფერს, რომ იცოდეთ შემოგარგება. მაშასე ხაგს უგოცამეა მეგობრებო. ანუ ბედნიერი კარვობის დღესასწაული. და იცოდეთ რომ კარვობის მთავარი სიმბოლიზმი და მთავარი პიროვნება ეს არის იესო ქრისტე და მისი სამეფო. სათა სამეფოს დადგომა მიუთითებს კარვობის დღესასწაული. მთავარი დედა აზრი ამაშია და ჩვენ როდესაც აღვნიშნავთ ამის, ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად ვავლენთ ჩვენი რწმენას. ჩვენ ხო ვამბობთ რომ ჩვენ გწამს. აი მე მწამს ღმერთია, მაგრამ რითი გვავლენ? პრაქტიკაში რა მაქვს? პრაქტიკაში როდესაც მე აღვნიშნავ გავშლი სუფრას და მოვიწევ მეგობრებს და მოდი ვიმხიარულო და ვთქვათ რომ ჩვენი უფალმა რაც მოგცა ყველაფერზე მადლიერები ვიყო და მომავალი კარგი წელი შემსთხოვოთ და მოდი ეს წელი რომელიც ჩვენ მოვიტანეთ ჩვენი ნაშრომის ნაყოფები იყოს ჩვენი საწინარი მომავალი ბედნიერი ათასიანი მეფობისას რომელსაც მოიტანს ჩვენი მეფე და ჩვენი მცნელი. ეს არის წმენის პრაქტიკული მხარე ფიზიკური გამოვლენა. ყველა ეკლესია შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს, იმიტომ რომ ამაზე დაწესებული წესები არა ის რაც ბიბლიაშია დაწერილი. იმას უბრალოდ ადამიანი დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში ციმბირში მცხოვრები და ისლანდიაში მცხოვრები ადამიანი ვერ გააკეთებს, რადგან იქ საერთოდ არ ხარობს ის მცენარეები რაც აქაა ისრაელში. ამიტომ ამას არ უნდა გავეკიდოთ. თავარია ჩვენი სულიერი მდგომარეობა და სულიერი მდგომარეობით ვიყოთ ისრაელის ხალხთან და ებრაელ ხალხთან. და აღვნიშნოთ ის უფლის დღესასწაული, რომელსაც ქვია კარვობის დღესასწაული. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და ამის თქმა მინდოდა მე თქვენთვის შემომეგობრებო. მაშასე ხაგს უგოცამეახ მეგობრებო. გილოცავთ მაშინ და გემშვიდობებით და კიდევ გვექნება რამოდენიმე ჩართვა. ვნახოთ თუ მოვახერხე მე მინდა იქ ტაძრის ადგილი სადაც არის თუ მოვასწარი დღეს ასვლა ნახვა თუ შეგვიშვეს აუცილებლად იქაც ავალ და გადავიღებთ იქაც. და იქაც გელაპარაკებით ძალიან საინტერესო თემებს და რაღაცებს. მაშას გაკურთხოთ უფალმა, გაგრძელება იქნება.